უკრაინელები ლოკალურ კონჩეტევაზე გადავიდნენ რუსების ჩრდილოეთში ბუფერისთვის მიკროპლაცდარმებს ქმნიან. ავია და საარტილერიო დარტყმების ინფოგრაფიკა ბრძოლა გამყინვარებისთვის გრძელდება. გამარჯობა, დღეს 10 თებერვალია 2026 წელი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა 1448 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში და ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში, მანამდე ტრადიციული მადლობით დავიწყებ. მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია. უყურებს ვიდეოებს, აქტიურობს კომენტარებში, აზრებს თავის სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული. შეგახსენებთ, არხი მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს და დონაციის სრულებისთვის აღწერაში სხვადასხვა შესაძლებლობა არის მონიშნული. რაც შეგეხება თქვენ, ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმოშვილესად გთხოვთ ახლა გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის. დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით. უახლესი ინფორმაცია კი ეხება უკრაინის ლოკალურ კონჩეტევას, ეს არის ზაპოროჟიეს ოლქში. უფრო დიდი ინფორმაციები ამ მიმართულებით რუსული ზედ არხებიდან მოდის, ვიდრე უკრაინული წყაროებიდან, თუმცა რამდენიმე ინფორმაცია უკრაინულ წყაროშიც ფიქსირდება. როგორც წესი, კონჩეტევების დროს უკრაინელები ეგრეთ წოდებულ სიჩუმის რეჟიმს ინარჩუნებენ, ელოდებიან შედეგებს და ამის შემდეგ აკეთებენ ხოლმე აქცენტებს. შესაბამისად, უფრო მეტი ინფორმაცია ამის შესახებ ზედ არხებისგან მოგდის, თუმცა ის უნდა ითქვას, რომ ოფიციალური მოსკოვი ამ კონჩეტევას საერთოდ უარყოფს, თუმცა რუკებზე განსხვავებული მდგომარეობა არის. პირველ რიგში დავიწყოთ Deep State-ით საუბარი არის ტერნოვატეზე და ზალეზნიცაზე. ეს არის ასე ვთქვათ, ეს არის სულიეპოლე და შესაბამისად ზაპოროჟიის აღმოსავლეთ მიმართულება საუბარი არის ქალაქ ტერნოვატეს და ზალეზნიცეს ასე ვთქვათ მიმართულებით კონჩეტევებზე. ჩვენ ხედავთ, რომ Deep State-ის რუკაზე ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ არის. ბოლო დღეების განმავლობაში შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უკრაინული წყაროები ამ ეტაპზე სიჩუმის რეჟიმს ინარჩუნებენ. რაც შეეხება რუსულ სლივოჩნი კაპრის, თქვენ ტერნოვატეზე ხედავთ, როგორ მომძლავრებული არის უკრაინული დროშები, რაც მათი მონიშნით ნიშნავს სწორედ აი ამ კონჩეტევას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასევე ზალეზნიჩეზე, აი აქეთ შედარებით სამხრეთით. რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აქაც ხედავთ აი ამ ლურჯ მონიშნას და ასევე ცოტა სამხრეთით ასევე ლურჯი მონიშნა, რაც ასევე ადასტურებს უკრაინელების ასე ვთქვათ ლოკალურ კონჩეტევას. ეს კონჩეტევა ნამდვილად ლოკალური არის და რაიმე მასშტაბურ შეტევაზე საუბარი არ შეიძლება. კიდევ ერთხელ აი ეს არის აი ამ და ამ მიდამოებში ხდება აი ეს დარტყმები. აქ ალბათ უკრაინელები ეცდებიან ჰოლიაპოლეს ზურგში მოხვედრას, რადგან იცით, რომ ჰოლიაპოლი არის ის მიმართულება, რომელზეც საკმაოდ სწრაფი ტემპი ჰქონდათ რუსებს და როდესაც ვამბობთ სწრაფ ტემპს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწრაფი ტემპის სხვა მიმართულებებთან შედარებით იგივე თუნდაც პოკროვსკი რო ავიღოთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მთელი არსი ამ საბრძოლო მოქმედებების არეალის რა არის. ჩვენ ვიცით, რომ ასე ვთქვათ გასული წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში ზუსტად აღარ მახსოვს დაისვა ამოცანა, რომ ქალაქი ზაპოროჟიე, რომელიც აი აქ მდებარეობს, ამის მიმართულებით მოხდეს შეტევა. შესაბამისად, რუსებმა დაიწყეს აღმოსავლეთიდან ჰოლიაპოლე და სამხრეთიდან შეტევების განვითარება. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ძალიან აშკარა არის, რომ რუსები აპირებენ აი ამ სამკუთხედის შეკვრას ჰოლიაპოლე ორი ხივი და ამ მიმართულებით შეტევების განვითარებას იმისთვის, რომ აი ეს ავტომაგისტრალი გადაიჭრას, რომელიც მიდის ზაპოროჟიეზე, მანამდე აი აქ პლაცდარმის შექმნას, სადაც მოხდება რუსების, ასე ვთქვათ, თავმოყრა, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ უკვე აქედან ზაპოროჟიეზე მძლავრი დარტყმის მიყენება. საქმე იმაში არის, რომ ორი ხივი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებული დასახლება ამ მიმართულებაზე. შესაბამისად,
პირდაპირ ჰულიოპოლიდან, ანუ აღმოსავლეთიდან სვლა ზაპოროჟიეზე და შემდეგ სამხრეთიდან საფრთხეს შეუქმნის, რომ უკრაინელებმა ზურგიდან გადაჭრან ეს გზები. თუ კი ასე განავითარებენ შეტევას. შესაბამისად, ახლა და ამაზე უკვე რამდენიმე ეპიზოდია საუბრობ, რომ აი ამ ტერიტორიის ოკუპაცია შეეცდებიან პირველ ეტაპზე რუსები და შემდეგ უკვე ზაპოროჟიეზე წასვლას. შეგახსენებთ, რომ ჰულიოპოლე იყო ის სუსტი რგოლი, რომელიც იპოვეს რუსებმა უკრაინის თავდაცვის ზღუდეში და შედარებით სწრაფი გარღვევა მოახდინეს. ჰულიოპოლეს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც შემდეგ უკვე სამხრეთით ორი ხევამდე არ არის მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, არის სტეპები, შესაბამისად ვარაუდობენ რუსები, რომ სწრაფად გაივლიან ამ ტერიტორიებს. სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ კონჩეტევას, ახლა სწორედ უკრაინელების კონჩეტევას, ახლა სწორედ აი ამ მიზნის, ასე ვთქვათ, ჩახშობის მცდელობაა კიდევ ერთხელ ტერნოვატე და ზალეზნიჩე და აქედან აი ამ მიმართულებებით ხდება კონჩეტევა, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ჰულიოპოლეს ზურგიდან მოუვარონ და აი ეს შეტევა, რომელიც შემდეგ უკვე უფრო სამხრეთით შეიძლება რომ განვითარდეს ორიხივისკენ შეაჩერონ. აქვე უნდა ვისაუბრო სტარლინკების საგის გაგრძელებაზე. აქ საუბარია იმაზე, რომ რუსებმა იპოვეს ახალი ხვრელი, როგორ შეიძლება თეთრ სიებს გვერდი აუარონ, უბრალოდ თეთრ სიებში მოხვდნენ. მანამდე რატო საუბრობ ახლა სტარლინკზე, იმიტომ რომ იცით რომ თეთრ სიები შედგა ვინც რომელი დივაისებიც სტარლინკის არ მოხდა თეთრ სიაში გაითიშა, შესაბამისად ჩვენ ნახეთ ზედ არხებზე ძალიან დიდი პანიკა იმის შესახებ, რომ პრაქტიკულად კავშირგაბმულობის გარეშე დარჩნენ რუსები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაინც ჩემი აზრით ცალკეულ მიმართულებებს ეხება, რადგან სხვა შემთხვევაში აი ამ ტიპის კონჩეტევებს, რაც ახლა ჩვენ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ვნახეთ, თელს ფრონტზე ვნახავდით, მათ შორის აი ის ცოტა უკრაინული წყარო, რომელიც წერს ამ ამბავზე, წერს სწორედ აი ამ კონტექსტში, რომ სტარლინკების გათიშვას და უამინდობას დაამთხვია უკრაინამ ეს ლოკალური კონჩეტევა, რადგან რუსებს არ ჰქონდათ შესაბამისი კავშირი და ამითი ისარგებლეს. აქ შესაძლოა ის დგენელი შემოვიყვანოთ, რომ უკრაინელებს პირადი შემადგენლობის დეფიციტი აქვს და შესაძლოა კი იყოს მთელს ფრონტის ხაზზე რაიმე პრობლემა კომუნიკაციის და უბრალოდ უკრაინელებს არ ყოფნიდათ ცოცხალი ძალა, რომ ყველა მიმართულებაზე აწარმოონ ეს კონჩეტევა და შესაბამისად მხოლოდ იქ აწარმოებენ, სადაც ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა არის, ესეც არის ვერსია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მინიმუმ ნახავდით თუნდაც იგივე რუსების წინსვლის დაპაუზებას, ხო? თუ კი მათ კავშირი აქვს, თუ კი მათ არ შეუძლიათ სტარლინკების გამოყენება დრონებისთვის, რომ ამუშავონ ეს ყველაფერი, მაშინ უბრალოდ დაპაუზდებოდნენ, მინიმუმ შეჩერდებოდნენ. ესეც არ გვინახავს. ამ მიმართულებით ტემპი კი არის დაბალი, თუმცა ტემპი რო დაბალია, ეს სიახლე არ არის და ჩვენ ვიცით, რომ გამყინვარებასთან და სიცივესთან ერთად, ზოგადად ზამთართან ერთად ეს ტემპი მცირდება. წინა ეპიზოდში სტატისტიკაც შემოგთავაზეთ ამ ყველაფერზე, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ვიდეოებზე და მას უყუროთ, არაფერი განსაკუთრებულად არ შეცვლა. შესაბამისად, აი ესეთი ვითარება არის იმასთან დაკავშირებით, რომ გაეთიშა სტარლინკი რუსებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ სტარლინკი ცალკეულ უკრაინულ დანაყოფებსაც გაეთიშა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ვერ მოასწრეს დროულად მიეწოდებინათ ცნობები სისტემისთვის და ახლა აი ამ პრობლემის აღმოფხვაც ხდება, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად გაჩნდა კიდევ ახალი შავი ხვრელი, ასე ვთქვათ. რუსებმა იპოვეს გზა, როგორ აუარონ გვერდი, კი არა და პირიქით, როგორ მოხვდნენ თეთრ სიაში და ეს პირველ რიგში უკავშირდება უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, რომელიც მათ ყავთ, უკვე როგორც წერენ, თუმცა ეს, ასე ვთქვათ, არ არის მასობრივად არ წერენ ამის შესახებ, რამდენიმე ტექსტი შეხვდა მხოლოდ ამაზე და 100%-ით ეს დადასტურებული არ არის, თუმცა რაც ეწერა იყო ის, რომ უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები დაუკავშირდნენ უკრაინაში მცხოვრებ უკრაინელი ტყვეების ნათესავებს, ანუ ტყვეების, რომელიც რუსებს ყავთ, მათ ნათესავებს, ვინც არიან ოჯახის წევრები, დარჩენილი უკრაინაში დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თუ კი არ გინდათ, რომ თქვენი ოჯახის წევრი ვაწამოთ, მაშინ აი ეს არის კონკრეტული სტარლინკის კოდი და დაარეგისტრირეთ თეთრ სიაში.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დაფიქსირდა და გამიკვირდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო ფაქტები, როდესაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ უკრაინის კონკრეტულ მოქალაქეებს შესთავაზეს, რომ აი ეს რუსული დივაისები დაერეგისტრებინათ თეთრ სიაში. ანუ ტიპური ჰომოსავეტიკუსი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, ძალიან ბევრია სამწუხაროდ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც ვერ ხერხდება მათ შორის კორუფციის ბოლომდე დასრულება. კორუფცია არის, როგორც ასე ვთქვათ, მაღალ ეშელონებში, ასევე ძალიან გავრცელებული უბრალო მოქალაქეების დონეზეც. ამის საწინააღმდეგოდ, ასე ვთქვათ, ოფიციალურმა კიევმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ თუ კი მსგავსი ფაქტები გამოვლინდება, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც რუსულ Starlink-ს დაარეგისტრირებს თეთრ სიაში, გასამართლდება სამშობლოს ღალატის მუხლით, საკმაოდ მძიმე მუხლია და მძიმე შედეგები მოყვება. ვნახოთ ეს აღკვეთს თუ არა მსგავს საქციელს, დაველოდოთ როგორ გაართმევს თავს ამ ახალ გამოწვევას უკრაინის თავდაცვის უწყება. ახლა გადავიდეთ უკვე შემდეგ მიმართულებაზე და შემდეგი მიმართულება არის, ასე ვთქვათ, მიკროპლაცდარმები, რომელსაც რუსეთი ქმნის ჩრდილოეთით ბუფერის შესაქმნელად. შეგახსენებთ, რომ ასევე ზუსტად დაახლოებით 1 წლის წინ შეიძლება შარშან გაზაფხულზე, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს, თუმცა პუტინმა დასვა ამოცანა, რომ ჩრდილოეთში, ანუ მთელს ტერიტორიაზე, სადაც უკრაინა რუსეთს ესაზღვრება, შეიქმნას 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონა, 30 კილომეტრის სიღრმე იგულისხმება და ახლა რომ რუკაზე კარგად ვნახოთ, რაზე არის საუბარი, მით უმეტეს რომ ორი ახალი მიკროპლაცდარმი შეიქმნა. მოკლედ, სუმის ოლქში აი აქ არის ესეთი დასახლება კამაროვკა, აი ხედავთ როგორი მას ვთქვათ პატარა დასახლებაა. აქ არის პირველი მიკროპლაცდარმი, რომელიც შექმნეს რუსებმა, ხოლო შემდეგი მიკროპლაცდარმი არის უკვე ხარკივის ოლქში. აი აქ ხედავთ, აი ეს დასახლება დეხტრეინე. აი ეს ორი დასახლება, ასე ვთქვათ, ერთი არის აი ხავე მოვნიშნოთ, ერთი არის აი აქ ასე არ გამოჩნდება, ცოტა ჩამოვწიოთ. ერთი არის აი დაახლოებით აქ მიკროპლაცდარმი, აი ამ ტერიტორიაზე, ერთიც არის აი აქ მიკროპლაცდარმი, უკვე ხარკივის ოლქში, სუმის ოლქი, ხარკივის ოლქი. ანუ დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, აი ამ ბუფერული ზონის შექმნა. მე, ასე ვთქვათ, წინასწარ მოვხაზე და მოვნიშნე, გავზომე ეს ტერიტორია, აი დაახლოებით ხედავთ ახლა თქვენ, აი ამ ტერიტორიის ბუფერულ ზონად გარდაქმნაზე არის საუბარი. ეს არის დაახლოებით 400 კილომეტრის წინასწარ გავზომე, კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს არის დაახლოებით 400 კილომეტრის ახალი ფრონტის ხაზის შექმნა რუსებისთვის. ეს თავის თავზე გულისხმობს იმას, რომ ასე ვთქვათ, ახლა ფრონტი დაახლოებით 1000 კილომეტრის სიგრძის არის და ანუ გამოდის, რომ დაახლოებით ნახევარი ამ სიდიდის ახალი ფრონტი უნდა შექმნას რუსეთმა იმისთვის, რომ აი ამ მიზანს მიაღწიოს, რაც რამდენად შესაძლებელია ახლა თქვენ თვითონ იფიქრეთ ამაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ შეტევის ტემპს და რესურსებს, რომელიც რუსებს გააჩნიათ. ახლა ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი პლაცდარმი, რომელიც აქვთ რუსებს ხარკივის ოლქში, აი ეს არის როგორც ხედავთ გაზომილი და 10 კილომეტრი არის სიღრმე, ხოლო რაც შეეხება სუმის ოლქს, იქ 17 კილომეტრი არის სიღრმე. ანუ ეს ახლოსაც არ არის იმ დავალებასთან, რომელიც პუტინმა გასცა 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონა, 30 კილომეტრიანი რატო? იმიტომ რომ ჩვეულებრივი артиლერიით და ასევე FPV თუ სხვა ტიპის დრონებით არ მოხდეს მარტივად რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება უკრაინელების მხრიდან. შესაბამისად, რამდენად არიან ახლოს, ასე ვთქვათ, აი ამ დავალების შესასრულებლად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ იფშილოთ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი, რომ აი ამ რაღაცა მიკროპლაცდარმებს ქმნიან. რისი იმედით ვნახოთ ამ მიმართულებით რა გამოვა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ აქ ასე ვთქვათ, აი ეს მიკროპლაცდარმები ვერანაირ შედეგს ამ ეტაპზე ვერ გამოიტანს, მით უფრო რომ წინ ბრძოლებია, როგორც თქვით, ზაპოროჟიეს და
სლავიანსკის მიმართულებით და ეხლა გადავიდეთ სწორედ სლავიანსკი-კრამატორსკის აგლომერაციაზე. აი აქ ასეთი არის ვითარება. გადავხედოთ წინა დღეების ვთქვათ მონაცემებს, აი ასე გამოიყურებოდა პირველ თებერვალს სიტუაცია ამ მიმართულებაზე და ხედავთ უკვე დროის გასვლასთან ერთად რუსების ასე ვთქვათ წინსვლას ამ მიმართულებით. რაც შეეხება სლივეჩნიკ-კაპრის, აქ აი ამ მდგომარეობას გვაჩვენებს აქ უნდა ითქვას, რომ ქალაქი ლიმანი იქნება ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი სლავიანსკიზე ჩრდილოეთიდან დასარტყამად და აი ესეთი სიტუაცია არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე, არ არის არსებითი განსხვავება ამ მიმართულებით. ანუ ახლა რასაც რუსები აკეთებენ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ეს არის აი ამ დაცული პლაცდარმისზე შეტევა, ეს არის სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუშკოვკა და კონსტანტინოვკა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანობაში აი ეს თავდაცვის ზღუდე ძნელი გადასალახი იქნებოდა ერთობლივი შეტევით, ამიტომ ორ აგლომერაციად დაყო რუსეთის გენერალიტეტმა ეს მიმართულება, შეგახსენებთ, ეს არის სლავიანსკი, კრამატორსკი და დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა და ცალ-ცალკე მიმართულებით უტევენ ამ მიმართულებაზე. იმისთვის, რომ ასე ვთქვათ სლავიანსკი კრამატორსკიზე გავიდნენ, ერთი შეტევის ხაზი არის პირდაპირ აღმოსავლეთიდან, სივერსკის შემდეგ სამხრეთ არის სივერსკი და მისი ოკუპაციის შემდეგ უკვე ხედავთ, რომ სამხრეთით გაფართოვდნენ და ახლა უკვე სწორედ აქედან ხდება კრამატორსკიზე მიმართულება. გარდა ამისა, შეტევა რუსების ვითარდება ლიმანის მიმართულებით, იმისთვის, რომ შემდეგ უკვე ლიმანიდან ჩრდილოეთიდან მოხდეს სლავიანსკიზე გასვლა და სლავიანსკის ოკუპაცია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ იქნება მარტივი, პირიქით საკმაოდ რთული ამოცანა იქნება რუსული ძალებისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, რომ აი ეს მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მაგრად და კარგად გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობებით და სწორედ ეს მიმართულებაა, რასაც რუსეთი მოლაპარაკებებზე ითხოვს უკრაინისგან, რომ უბრძოლველად დაუთმონ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მსგავსი მოთხოვნები დაუშვათ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე არა აქვთ, ხარკივის მიმართულებაზე არა აქვთ, მხოლოდ აი ამ მიმართულებით აქვთ. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რამდენად რთული იქნება აი ამ მიმართულებით რუსების წინსვლა, შედეგზე გასვლა. თუმცა, შეტევა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ასე ვთქვათ დაინდობს ან უკრაინელებს, ან თავის საზარბაზნე ხორცს და არ გააგრძელებს შეტევებს ამ მიმართულებით, მით უფრო ხედავთ, რომ ეს შეტევები გრძელდება. ასევე მინდა შემოგთავაზოთ კლიმენტ მოლინის ავიადარტყმების და არტილერიის დარტყმების, ასე ვთქვათ, ინფორმაციული გრაფიკა. აი ასე გამოიყურება დაახლოებით ეს გრაფიკა, თქვენ ხედავთ, ეს ყვითელი წერტილები არის სწორედ დარტყმები. 22,000 ღრმული დაითვალა ბოლო ერთ თვეში ფრანგმა მკვლევარმა. ანუ შეგახსენებთ, როგორ მუშაობს ის, იღებს ასე ვთქვათ სატელიტურ ფოტოებს და ითვლის ღრმულებს, რომელიც წარმოქმნილია არტილერიის ან ავიაბომბების დარტყმების შედეგად და მერე აკეთებს აი ამ მსგავსი ტიპის მოცემულობას. როგორც ხედავთ, სამი ძირითადი მიმართულება აქვს გამოყოფილი, სადაც ასე ვთქვათ, განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება. ეს არის პოკროვსკის მიმართულება შედარებით ჩრდილოეთით, შემდეგ უკვე ხულიაპოლე და აი ზაპოროჟიის მიმართულების აღმოსავლეთ ნაწილი და ასევე ზაპოროჟიეს სამხრეთ ნაწილი. რას უნდა მივაქციოთ ახლა ამ მიმართულებით, აქ ყურადღება რა არის მნიშვნელოვანი. როგორც ხედავთ, ზაპოროჟიის სამხრეთით, ასე ვთქვათ, ავიაბომბების, ასე ვთქვათ, დარტყმა ვითარდება სწორედ იმ მიმართულებით, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არა უშუალოდ ქალაქ ზაპოროჟიეს მიმართულებით, რომელიც შედარებით ჩრდილოეთით არის, არამედ ორიხივის მიმართულებით, იმისთვის რომ გადაიჭრას აი ეს მონაკვეთი. გარდა ამისა, თქვენ ხედავთ, რომ აი ეს ლურჯ ზონაში თავმოყრილი არტილერია არის, დარტყმები არის ის, სადაც უკრაინულ პოზიციებს რუსები ურტყამენ, რაც შეეხება წითელ ზონაში დარტყმებს, ეს არის უკრაინელების მიმართ რუსების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები, ხოლო აქ ნაცრისფერ ზონაში
ძალიან ძნელია გამოიცნო თუ ვისი მხრიდან არის ნასროლი ესა თუ ის ჭურვი. შემდეგ მიმართულება, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის უკვე სწორედ დონეცკის ოლქი, პოკროვსკის მიმართულება და თქვენ ხედავთ, რომ აი აქ დარტყმები ძირითადად არის ნაცრისფერ ზონაში, რაც შეეხება და ასევე უფრო მეტი, ასე ვთქვათ, წითელ ზონაში. ლურჯ ზონაში, ანუ იქ სადაც უკრაინელებს აქვთ დაკავებული პოზიციები, ძალიან იშვიათი არის ავიადარტყმები. ეს ფრანგი მკვლევარის, ასე ვთქვათ, განმარტებით და მოსაზრებით არის იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს თეთრი ხაზი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, არის ის ხაზი, რომლის უკანაც არის გაჭედილი რუსული არტილერია, წინ ვერ მოყავთ და შესაბამისად უბრალოდ ვერ წვდება უფრო მეტ სიღრმეზე და აქედან გამომდინარეობს სწორედ ის, რომ ძირითადი დამუშავება აქ ნაცრისფერ ზონაში მიმდინარეობს. შევხედოთ კიდევ ერთხელ სწორედ ეს არის ზაპოროჟიეს, ასე ვთქვათ, მიმართულებაზე. უკვე ჩვენ ახლა ნახეთ დონეცკის მიმართულება, ახლა მთელი სურათი რო ნახოთ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, თქვენ ხედავთ, რომ ამ მიმართულებით პირიქით უფრო ბევრი დარტყმები სწორედ ლურჯ ზონაზე მოდის. ანუ აქ უკვე რუსებს აქვს შესაძლებლობა, რომ შედარებით წინ მიწიონ ფრონტთან საკუთარი არტილერია, მიუახლოვდნენ ფრონტს საკუთარი ავიაციით და სიღრმეებში დაბომბონ რუს-უკრაინული პოზიციები. იგივე ეს პოკროვსკის მიმართულებაზე, უფრო მკვეთრად რომ ჩავიდეთ სიღრმეში, ხედავთ აი ეს მთლიანად, აი აქ არის ნაცრისფერი ზონა, აქ არის უკრაინელების ზურგი და აი ეს არის პირველი პატარა თეთრი ის არის, რაზეც მიანიშნებს, ეს არის სწორედ ხრიშნე, უკრაინული დასახლება, რომელიც პოკროვსკის გაგრძელებაზე არის და იცით, რომ ახლა რუსების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ხრიშნეს დაკავება, იმისთვის, რომ შემდეგ ისევ დობროპილიაზე გააგრძელონ იერიში. აი ესეთი ინფოგრაფიკა შემოგთავაზა ფრანგმა მკვლევარმა, ეს კი უკვე არის უშუალოდ შედარებით ზეთხეთში ზაპოროჟიეს მიმართულება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აი ამ სამკუთხედის შეკვრის ინიციატივას რუსების მხრიდან. ახლა გადავიდეთ უკვე შემდეგ თემაზე, რაზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო და ეს არის ბრძოლა გამყინვარებისთვის, რომელიც გრძელდება, ის მოჩვენებითი და სამდღიანი თუ სწორად მახსოვს ზავი, რომელიც თითქოს იყო გამოცხადებული ენერგოობიექტების დარტყმის წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვთ, რომ ტრამპმა თქვა, რომ ეს ერთკვირიანი იქნებოდა, თუმცა ერთკვირიანი არ იყო, იყო სამდღიანი, ამის შემდეგ ისევ განახლდა დარტყმები და აქ მნიშვნელოვანი არის ერთი დეტალი. რუსებმა ახლა დაიწყეს ივანო-ფრანკოვის და ლვივის ელექტროსადგურების დაბომბვა. ეს არის უკრაინის მაქსიმალური, ასე ვთქვათ, დასავლეთ საზღვარი და ეს ის ელექტროსადგურებია, რომლის მეშვეობითაც კრიზისის და კრიტიკულ ვითარებაში ხდება ევროპული დენის შემოტანა უკრაინაში და ახლა რუსეთი გადავიდა სწორედ აი ამ ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, რომ ეს შესაძლებლობაც ჩაუჭრან, ასე ვთქვათ, უკრაინელებს. გარდა ამისა, მძლავრი დარტყმის შედეგად კიევში კვლავ სერიოზული პრობლემები არის და არა მხოლოდ კიევში, თითქმის მთელს უკრაინაში სერიოზული პრობლემები არის აი ამ სიცივეებთან და საცხოვრებელი სახლების ელექტროენერგიით თუ გათბობით მომარაგებასთან დაკავშირებით, მეტიც ერთ-ერთი ელექტროსადგურის დაბომბვის შემდეგ ის ისე დაზიანდა, რომ როგორც ქალაქის მერი და ასევე ენერგეტიკოსები ამბობენ და ახლობით 2 თვე დაჭირდება მის რეაბილიტაციას, რაც ნიშნავს, რომ 10,000-ობით უკრაინელი პრაქტიკულად ზამთარს ყინვაში გაატარებს და ხდება, ასე ვთქვათ, უკვე ზრუნვა იმაზე თუ რა მოუხერხონ ამ ხალხს, ალბათ იქნება შესაბამისი კიევიდან ევაკუაციაც მათით საჭირო. თუმცა საპასუხო დარტყმებს ცხადია, უკრაინელებიც აწარმოებენ და აწარმოებენ იქ, სადაც შეუძლიათ და ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბელგოროდი. და აქ ერთი, ასე ვთქვათ, საკმაოდ საინტერესო ამბავი მინდა, ასე ვთქვათ, შემოგთავაზოთ.
ბელგოროდის გუბერნატორმა, ასე ვთქვათ, მოუწია ეღიარებინა, რომ აი ამ უკრაინული თავდასხმების შედეგად მასთანაც არის კრიზისი და ისევე როგორც კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში, ბელგოროდშიც ახლა იქნება დროებითი გათბობის პუნქტები. აი გახსოვთ, მე წინა ეპიზოდებში უკრაინიდან ფოტოები შემოგთავაზეთ, რაღაც ეს დიდი კარავი, სადაც შესაძლებელია გათბობა, დივაისების, გაჯეტების დატენვა, ცხელი ჩაის, ყავის დალევა, მოკლედ იმისთვის, რომ მოსახლეები, მოქალაქეები გათბენ და აქ კომიკური სიტუაცია იყო, ასე ვთქვათ, ბელგოროდის გუბერნატორმა თქვა, რომ ეს პუნქტების შექმნა, თუმცა მათი ადგილმდებარეობის რუკები გამოქვეყნებული იქნებოდა მესენჯერ მაქსიმში და იქ შესულიყვნენ მოქალაქეები და იქ ენახათ. ეს ასე ვთქვათ, რატომ გადაწყვიტა, რომ აი ამ აპლიკაციის პიარით დაკავებული იყო ბელგოროდის გუბერნატორი, ცოტა გაუგებარი არის. პირველ ეტაპზე ვიფიქრე, რომ შესაძლოა ეს რაიმე უსაფრთხოების თემებს უკავშირდებოდეს, რომ მაქსიმი განსაკუთრებულად დაცული, ასე ვთქვათ, მესენჯერია და ამიტომ აქვეყნებს იქ გათბობის წერტილების რუკას, რომ რაღაცა უკრაინელების ხელში არ ჩავარდეს ეს რუკა და მე უკრაინელებმა უკვე იმაზე არ მიიტანონ დარტყმები. თუმცა მას შემდეგ რაც ძალიან დიდი კრიტიკა მიიღო, მათ შორის ადგილობრივი რუსებისგან, უკვე ტელეგრამშიც გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, უბრალოდ რაღაცა რამდენიმე ერთდღიანი, ასე ვთქვათ, პიარ აქცია ჰქონდა ბელგოროდის გუბერნატორს აი ამ მესენჯერ მაქსიმთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარი, ასე ვთქვათ, ამბავი, რაც შეიძლება ომში გავიგოთ, აი ბევრი აბსურდი გვესმის ხოლმე და მათ შორის ერთ-ერთი ესეც იყო. კიდევ ერთი სიახლე, რაც მინდა შემოგთავაზოთ, არის ჩრდილოკორეელების გააქტიურება ფრონტზე, როგორც ცნობილი ხდება, იცით რომ ჩრდილოკორეელები, ანუ ცოცხალი ძალა პირველ ეტაპზე, ასე ვთქვათ, იყვნენ ჩართულები განაღვით სამუშაოებზე, ახლა უკვე გამოჩნდნენ უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებათაც. ეს კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, დადასტურება იმისა, რომ ამ ომში რუსეთი მარტო არ არის და მას რუკს უმაგრებს ჩინეთი, ჩრდილოკორეა, ტექნოლოგიებით, ცოცხალი ძალით, შეიარაღებით. გემახსოვრებათ ასევე ბალისტიკურ რაკეტებზე მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩრდილოკორეიდან შეფერხებით მიეწოდებოდათ იანვრის თვეში. შეგახსენებთ, რომ თუკი მანამდე, თქვათ იგივე ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში ფიქსირდებოდა, რომ თვეში დაახლოებით 3 გემი გადიოდა ჩრდილოკორეული პორტებიდან სხვადასხვა შეიარაღებით დატვირთული რუსეთის მიმართულებით, იანვარში მხოლოდ 1 დაფიქსირდა. მიზეზი ოფიციალურად ასახელდა ძლიერი ყინვები, თუმცა კიდევ ერთხელ ყინულმჭრელები ნამდვილად აქვთ, რომ ეს თუკი არსებობს რეალურად ეს შეიარაღება, შესაძლოა დეფიციტი იყოს, შესაძლოა მართლა იყოს ამინდის ბრალი, ამაზე სპეკულაციებს ახლა აზრი არ აქვს. ფაქტი არის ის, რომ აი ეს მართალია შეიარაღების მიწოდებას, თქვათ, შემცირდა, ალბათ დროებითი არის ეს ყველაფერი, თუმცა ახალი ფუნქციები უპოვეს ჩრდილოკორეულ ცოცხალ ძალას რუსებმა და ახლა უკვე უპილოტოებითაც, ასე ვთქვათ, უპილოტო დრონების ოპერატორებათაც გამოიყენებენ. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინანდელია, თუმცა ჩემი წინამი მოხილვის მერე მოხდა და ვფიქრობ ამაზე საუბარი ღირს, ეს არის კაპუსტინ იარზე უკრაინელების დარტყმა, ეს ის დასახლებაა, საიდანაც ხდება ორეშნიკის გამოყენება რუსების მხრიდან. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესაცა ფლამინგოები გამოიყენეს, შემდეგ გავრცელდა აი ეს სატელიტური ფოტოებიც, სხვადასხვა სატელიტური ფოტოა, თუმცა ძალიან ცუდად ჩანს ამ ფოტოებზე რეალურად რა დაზიანდა, რა დაზიანებები მიიღო აი ამ კაპუსტინ-იარის პოლიგონმა. უკრაინელებმა გაავრცელეს განცხადება, რომ რამდენიმე ინფრასტრუქტურული შენობა დაზიანდა.
თუმცა რუსები ცხადია ამაზე ინფორმაციას არ აუცელებენ. აი აქ შემოხაზულიც არის, როგორც ხედავთ, რომ თითქოს აი ეს დაზიანებები, თუმცა კიდევ ერთხელ ძალიან ბუნდოვანი ფოტოები არის და ცუდად ჩანს რეალურად რა ტიპის დაზიანება მიიღო. ერთადერთი ფოტო არის აი ეს, რომელსაც ახლა ხედავთ და ეს არის, ასე ვთქვათ, კრატერი, რომელიც შეიძლება წარმოქმნილიყო ფლამინგოს გამოყენებით მისი ამფეთქი მუხტისგან გამომდინარე. სხვა ნებისმიერი დაზიანება თუ კი რაიმე ამ ტიპის დაზიანება ჩანს ამ მიმართულებაზე, უფრო უპილოტო, ანუ უფრო დრონების დარტყმებს გავს, ვიდრე ფლამინგოსი, აქაც მოკლედ ბუნდოვანება არის, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასე ვთქვათ, კაპუსტინი არსაც მისწვდნენ, ასე ვთქვათ, უკრაინელები შესაძლოა ეს რაღაცა უფრო მეტად სიმბოლური აქტი იყოს, ვიდრე რაიმე რეალური სამხედრო გარდამტეხი, თუმცა, ფაქტად დაფიქსირება მაინც ღირს და ბოლოსკენ რომ გავიდეთ, სულ რაღაც ახალი ბოლო 24 საათის ინფორმაცია არის დონეცკი არა, ხერსონის მიმართულებაზე ჩამოვარდა უკრაინული შუალმფრენი Mi-24 და მისი ეკიპაჟი სრულად დაიღუპა. საუბარია იმაზე, რომ როდესაც Mi-24 ცდილობდნენ შაჰიდის ჩამოგდებას, აფეთქების შემდეგ შაჰიდის ნავსროები მოხვდა შუალმფრენს, დაზიანდა, ჩამოვარდა და ყველა მათგანი უკრაინული, ასე ვთქვათ, ეკიპაჟი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავია ცხადია. და აქვე რადგან უკრაინულ დანაკარგებზე ვსაუბრობთ, მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც ეხება ზელენსკის ინტერვიუს და ჩემი აზრით ცოტა აბსურდულ განცხადებას. ზელენსკიმ ერთ-ერთ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას 55,000 ჯარისკაცი ყავს მოკლული. რაც ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ, სიმართლეს არ შეიძლება შეესაბამებოდეს. ვერ ხვდები 21 საუკუნეში, როდესაც ეს ინფორმაციული საუკუნეა, აი ამ ტიპის მონაცემების დამალვას რა აზრი აქვს. თუ კი დამალვას რა აზრი აქვს, შეიძლება ხვდებოდი, რომ რაღაცა არ მოხდეს საზოგადოების დემორალიზება, თუმცა თუ კი რიცხვს ასახელებ, რატო ასახელებ შეცდომით, აი ამას ვერ ხვდები. არსებობს ესეთი წყარო Ukrainian losses, ანუ უკრაინული დანაკარგები, რომლებიც აი ახლა ხედავთ თქვენ მის, ასე ვთქვათ, ეკრანს, სადაც აღირიცხება უკრაინული დანაკარგები, აი ამ წითლად შემოხაზულ ადგილებს მივაქციოთ ყურადღება, ანუ აი ეს არის თარიღი 24 თებერვალი 2022 წელი, როდესაც დაიწყო და 9 გუშინდელი თარიღი, ამ დღევანდელი ცხადია ჯერ შეყვანილი არ იქნება და აი უფრო ახლო ხედით რომ ნახოთ, აქ საუბარი არის 81,699 ადამიანი არის ჯარისკაცი არის მოკლული უკრაინის მხრიდან. ანუ რატო არის ეს მონაცემები სანდო? ანუ ეს არის მინიმალური მონაცემები. ეს საინფორმაციო წყარო მუშაობს და ითვლის, ასე ვთქვათ, ნეკროლოგებს. ანუ როდესაც ფრონტიდან ცხედარი ჩამოვა და მოხდება დაკრძალვა, ანუ ნეკროლოგებს, ომიდან ჩამოსული ჯარისკაცების პანაშვიდებს დაკრძალვებს ესწრებიან, აგროვებენ ინფორმაციას და სახელებით და გვარებით არის ცნობილი აი ეს 81,000-ზე მეტი გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცი. შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტი 55,000 აცხადებს, ცოტა გაუგებარია საერთოდ რაში ჭირდებოდა აი ეს манипуляცია, მით უმეტეს რომ ეს კიდევ ერთხელ ვძახი 91,000-ზე მეტი, ეს არის მინიმალური რიცხვი. ანუ ის ვისი, ასე ვთქვათ, ნეკროლოგებიც გამოქვეყნდა, ვის დაკრძალვაზეც არის უკვე დადასტურებული ინფორმაცია, ანუ სახელებით და გვარებით. შესაბამისად, შესაძლოა კი არა ასევე არიან უგზო-უკლოდ დაკარგულები, აქედან გამომდინარე, ეს არის ის მინიმალური რიცხვი. როდესაც დანაკარგებზე ვსაუბრობთ, აქვე ასე ვთქვათ, რუსულ დანაკარგებზეც ვისაუბროთ, BBC-ს რუსულმა სამსახურმა ის პერიოდულად აღიწყოს იგივე პრინციპით, რა პრინციპზეც უკრაინელებზე ვსაუბრობდი, ანუ ნეკროლოგებით და დაკრძალვებით.
და 165,661 რუსი არის მოკლული ამ ომში ომის დაწყებიდან ბოლო თვემდე. დეკემბერში პლუს 7518 დადასტურებული გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცი ფრონტზე. ანუ ხედავთ რამხელა სხვაობა არის. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს ორივე მონაცემები, რომელიც 91,000-ზე მეტი უკრაინული და 165,000-ზე მეტი რუსული, ეს ორივე არის დადასტურებული სახელებით და გვარებით ცნობილი გარდაცვლილები. ამას დაემატება აუცილებლად ის, ვინც ისე დაკრძალეს, რომ არც ნეკროლოგი ყოფილა და ვერც ამ წყაროებმა გაიგეს და აუცილებლად დაემატება კიდევ ის უგზო-უკლოდ დაკარგულები. შესაბამისად, სტატისტიკა, რომელსაც გთავაზობთ ხოლმე, რომელიც დაყრდნობილი არის უკრაინის გენშტაბის მონაცემებზე, თუ კი ამას დავუმატებთ დაჭრილებსაც და დაშავებულებსაც, პრაქტიკულად გამოდის, რომ ჯდება ეს მონაცემები და ეს კიდევ უფრო ისეთი უცნაური არის, როდესაც უკრაინის გენშტაბის გამოქვეყნებული ინფორმაციებს ცდება, ასე ვთქვათ, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული მონაცემები. მოკლედ ეს იყო ის, რაც მინდოდა მეთქვა უშუალოდ დანაკარგებზე და როგორც გითხარით, საკმაოდ ესეთი ჩემთვის გაუგებარი მანიპულაცია იყო ზელენსკის მხრიდან. მოკლედ დღევანდელი ეპიზოდი ასეთი გამოვიდა. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ. თუ ჯერ ვიდეო არ გაქვთ დალაიქებული, ძალიან გთხოვთ ახლა დალაიქეთ ვიდეო. დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, შესაძლოა გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ვინც დონაციით ხართ დაკავებული, შეგახსენებთ არხი მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს. შესაბამისად, თუ კი გაქვთ დონაციის სრული, აღწერაში არის სხვადასხვა შესაძლებლობა, მათ შორის ანგარიშის ნომერი, მათ შორის პატრეონის ლინკი და კიდევ ერთი Telegram არხის შესახებ წინ ეპიზოდებში გიყვებოდით, ვაწარმოებ Telegram არხს, თუმცა ბოლო პერიოდის პასიური ვარ, ვერ განვაახლე ინფორმაციები, ვეცდები მომავალი კვირიდან შედარებით აქტიურად განვაახლო Telegram-ზეც ვიდეოები. შეგახსენებთ, რომ Telegram არხზე უბრალოდ დღის ბოლოს ვაგროვებ ხოლმე იმ ვიდეოებს, რომელიც ფრონტიდან მოდის და ისეთი ვიდეოებია, რომელსაც ასე ვთქვათ YouTube-ზე ვერ გთავაზობთ. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა დროებით ნახვამდის.